საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ყობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკების შედეგები გააცნო. ფაშინიანმა ყობახიძეს მადლობა გადაუხადა მიღწეული შეთანხმების საჯაროდ მისალმებისთვის. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახლა შესაძლებლობებს უქმნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. და დღესვე სომხური მხარის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა სომეხ კოლეგასთან. მინისტრებმა ვაშინგტონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი კავშირების დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგას ქვეყნებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა. აღნიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.